მე მგონია რომ ორკესტრის სპეციფიკა არის ქაოსის მოწესრიგება, რომელიც ემსახურება დედამიწაზე ყველაზე ღვთიურს მუსიკას. ის რაც იქნება ორკესტრის ერთობლივი მუშაობით, ამის უკან რომ ჩაღრმავდე და დაკონკრეტდე, მიდიხარ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებასთან, რომელიც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. და აი, როდესაც ეს ჯადოსნური წამი იწყება და ყველა ერთდროულად იწყებს დაკვას და იქმნება ის ერთობლიობა, აი სწორედ ეს არის რაც ამოძრავებს მთლიანად მთელ აი ამ მუსიკალურ ცხოვრებას. აი ალბათ ეს არის ის მთავარი, რამაც ალბათ მეც მიმიყვანა მუსიკამდე და ორკესტრამდე. ჯორჯიან ბრასი ჩამოყალიბდა დაახლოებით 2000 წელს და იქიდან მოყოლებული დაახლოებით უკვე ამდე 13 წელია ვუკრავთ. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენ ანსამბლის, ასე ვთქვათ, წინსვლას და კარიერას, როდესაც ნიკოლოზ რაჭველმა გაგვაერთიანა ჩვენ ვართ ტყუპები, გვიან დავიწყეთ, მაგრამ ძალიან შეგვიყვარდა ეს ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ძალიან აზარტში შეგვიყვანა, ისე მე აზარტულები ვართ, ძალიან მედადათო, ისეთი აქტიური ტიპები ვართ, ასე ვთქვათ, და ძალიან გავართ ამ ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ ამ ინსტრუმენტზე მე ვფიქრობ, და ამ ინსტრუმენტზე ან კარგი ხარ, ან ცუდი. გიორგი თავიდანვე ესეთი შეყვარებული არის ბავშვობიდან, სულ ვიღაც უყვარს, სულ შეყვარებულია და სულ მუსიკაც ისეთი აქვს. წყნარი, მშვიდი და ასე ვთქვათ, ლაითი და მე როგორც დღე მე მგონი ვერასოდეს ვერ გავიგებ რამე ცხოვრებაში, ისე ვუკრავ, ჩქარა. დათო უფრო ტექნიკურ რაღაცებს კარგად უკრავს, ვიდრე მე, აი სწრაფ რაღაც ესე ფრაზებს, მე უფრო მშვიდს. ორკესტრში უფრო სხვა სპეციფიკა არის. იქ 100 კაცს უსმენ, ჩაჯდეუნა ანსამბლში, ბრასშიც თითქმის ანალოგიური, აი გავს ორკესტრს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ რაოდენობრივად ცოტა ბრასის მუსიკოსები და მუსიკის სპეციფიკაც ცოტა სხვანაირია და ასე ვთქვათ, უფრო თავისუფლად ხარ და მე ვფიქრობ, რომ ხელოვან ადამიანს თავისუფლება უფრო უნდა უყვარდეს, ვიდრე ჩარჩო. ეს ინსტრუმენტი არის ტუბა. ყველაზე დიდი ჩასაბერი ინსტრუმენტი და ყველაზე რთული. ამ ინსტრუმენტზე უნდა უკრავდეს ჩემნაირი ტანის ადამიანი. ძირითადად გამოიყენება უფრო აი ისა კლასიკურ მუსიკაში მაგალითად ტრაგიკული მომენტები რო არის და აი რომ ძიმდება რაღაც იდუმალი სიტუაციები ხდება, სოლოებიც აქვს რაღაც. მე და ჩემი ინსტრუმენტი გავართ ერთმანეთს ფორმებითაც და ხასიათებითაც. არის ბასტრომბოლი. რთული არის დასაკრავად ძალიან. მაგრამ ბევრი ჰაერი სჭირდება. მიცადინეობა ყოველ დღე. ჩემი ინსტრუმენტი ბასტრომბოლი არის ძალიან მრავალფეროვანი. შეიძლება დავუკრო ჯაზი, კლასიკა, ყველანაირი მუსიკა.
ეს არის ვალტორნა. წარმოშობებით გერმანელია. წარმოდგება ორი გერმანული სიტყვისგან, wald და horn. მან ტყე და რქა და დასაწყისში იყენებდნენ მონადირეები მარეკის დროს. შემდეგ უკვე განვითარება ჰპოვა, ლითონის გახდა და აქტიურად ჩაერთო, ასე ვთქვათ, კლასიკურ მუსიკაში. მე და ვალტორნა გავართ ერთმანეთს ზოგ შემთხვევაში საუბრის მანერით. მეც ენამება, ვალტორნას იქსაობს ხოლმე შიგადაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ ჯორჯიან ბრას, უკვე ყველა მიცის, რომ ეს არის ოქროსფერი ინსტრუმენტებით ხელში, ჭკვიალა ინსტრუმენტებით ხელში, რაღაც უცნაური ჟღერადობა, რომელიც საქართველოში აქამდე ეს ერთობლივად და ამ ხარისხში არ იყო და არის დღეს. რითაც ჩვენ ვართ მდიდრები.